შემაჯამებენ გაყოფილს. გაყოფილის თემა დაფაზია არ ქართველთა ხსოვნისათვის. ჩვენ ეს თავი გავიარეთ. შემდეგ ტენჭისყრით შევარჩიეთ ღირსეული მამულიშვილები, რომლის შესაძლებლად მოიძიეთ თქვენ მასალები, ზედმეტი მასალები ვიდრე თქვენს ძილში იყო. გააკეთეთ ასევე slide show და დღეს უნდა წარმოადგინოთ თქვენი პრეზენტაციით ეს თითოეულ მამულიშვილზე უნდა ისაუბროთ. მე არ ვიცი თქვენ როგორ დაწერეთ რეფერატების წარმოგვიდგინეთ და მე დამიტოვეთ ეს რეფერატები და რა თქმა უნდა თქვენი პრეზენტაციას არ მაქვს მოსმენილი და მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ამ კლასში პირველად ატარდება ასეთი გაკვეთილი და თქვენ იცით ამის შესახებ ყველაფერი და მე თქვენ ახლა გადაცნობთ გაკვეთილის მიზნებს. ანუ მოსწავლეები გამოიკვლევენ მათ მიერ შერჩეულ საქართველოს საუკეთესო შვილების ცხოვრებასა და მათ სულიერ მდგომარეობას, მხატვრული ნაწარმოებების მოძიებული მასალის მიხედვით აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს. მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით, გააფორმებენ რეფერატებს, რომლებშიც გამოკვლეულ მასალას განათავსებენ. ახლა რა უნარჩვევები ჩამოგიყალიბდებათ ბავშვებო თქვენ მაჩვენებთ უნარჩვევები? ესე იგი, რა განსავითარებელი უნარები ჩამოგიყალიბდებათ ამ გაკვეთილის შემდეგ? ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, კვლევის ჩატარება, შემოქმედებითი უნარი, თვალსაჩინოების შექმნა და გამოყენება, slide shows მომზადება და ჩვენება PowerPoint-ის გამოყენებით, ჯგუფში მუშაობა და თანამშრომლობა, პრეზენტაციისას ორატორობის უნარჩვევები, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება. და სანამ დაიწყებდეთ თქვენ პრეზენტაციის გაკეთებას, მე მინდა თქვენ ჯგუფებში დაგედიდოთ ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა. შეფასება იქნება ორგვარი, განმავითარებელიც, ამას მე გავაკეთებ ჩემს კომენტარებით და იქნება განსაზღვრელი, აი ამ რუბრიკის მიხედვით თქვენ უნდა შეაფასოთ ერთმანეთს. ჯგუფების მუშაობა. ეხლა ძალიან ყურადღებით მოისმინეთ. პირველი ჯგუფი აფასებს მეორეს, მეორე ჯგუფი მესამეს, მესამე მეოთხეს, მეოთხე მეხუთეს და მეხუთე პირველს. აი რომ დამთავრდება პრეზენტაციები, მე უკვე მოგისმენთ როგორ შეაფასებთ ყურადღებით ძალიან. აი რუბრიკა წინ გიგებ და იმის მიხედვით უნდა მოხდეს ჯგუფების შეფასება, ხო? კარგით, მაშინ რაღა დაგვრჩენია დავიწყოთ პრეზენტაციები. ხო, გავუვიდეთ პირველი ჯგუფი. მე გიხარით რომ თუ გინდათ ერთმა გააკეთეთ პრეზენტაცია, თუ გინდათ ყველა, თქვენ როგორც საჭირო ჩავხსნით და ესე იგი ასე მოისურვებთ. იბატონო. მოგესალმებით, ჩვენ ვართ ნომერი 1 და წარმოვიდგენთ რეფერატ და slide shows გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. გერასიმე ქიქოძე დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს სოფელ ბაღში, ოზურგეთის მაზრაში. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამართლო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1850 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1855 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1859 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილი მიხეილ ბატონიშვილმა შეიქმარა. 1851-58 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკას და მათემატიკას. აგრეთვე მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის სამხედრო ჯგუფში. 1851 წელს მას მიენიჭა მაგისტრის ტიტული და 1856 წელს გამო მას გადაეცვალა მეუღლე და 5 შვილი, იგი აღკვეცა მღვდელ მონაზვნად. 1858 წელს დაინიშნა დავით გარეჯის ხელმძღვანელად და ამავე წელს 1860 წელს კი იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამავე
მოვალეობას იგი სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა. სხვადასხვა პერიოდში იგი აგრეთვე იყო აფხაზეთის და თავარიც. მეუღლე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. იგი განიშნულებს გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. სიცოცხლის ბოლოს მეუღლე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო. ხშირად ნაჯავდა საშინელი მოჩვენებანი. გარდაცვალების წინა დღეს მეუღლე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: "ღმერთო მოწყალე ქმენ მე ცოდვილსა", ხოლო სულის ამოსვლის წინ კი ამბობდა: "მომიხსენე მეუფალ, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენსა". 1896 წლის 25 იანვარს მეუღლე გაბრიელი გარდაიცვალა. ამ დროს ქუთაისში დიდი ზამთარი იყო, გზები მთლიანად თოვლისგან იყო დაფარული. გარდა იმისა, რომ ღირსეული გაპატიოსნება, ბელადში გადასვენება და ფაქტალა მომხდარიყო, მეზობელთან გასვლაც კი უჭირდა. ამის გამო მათ გადაწყვიტეს გაბრიელის ნეშტი შეენახათ ქუთაისის საკათედრო ტაძარში და გაზაფხულზე დაეკრძალათ. ამის შემდეგ გადასვენებას დიდძალი მოსახლეობა და 40 განმავლობაში მეუღლე გაბრიელს ეთხოვებოდნენ მთელი საქართველოს მოსახლეობა. 46 ნეშტი არ გაღწნილა. მეუღლეს გარდაცვალების პირადი ქონება საკუთარი სურვილით მთლიანად ქვრივობილსა და ღარიბებს დაურიგდა, ხოლო გამოქვეყნდა მისი ბოლო სიტყვები, რომ იგი მიუტევდა ყველას სოდებს და ითხოვდა მათგანაც მიტარებას. გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. გაბრიელ ეპისკოპოსის ფონდი 49 საარქივო საქმეს შეიცავს. პირველი შემოქმედებით მოღვაწეობის ამსახველი მასალა, მეორე მიმართები და მესამე მიმოწერა. მეუღლე გაბრიელი იყო საქართველოს წერა-კითხვის ერთ-ერთი გამავრცელებელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან თავისი სახეებით გახსნა საქართველოში სახალხო და სამრევლო სკოლა, ასევე ქუთაისში გააარსა სასულიერო სემინარია. გაბრიელმა შექმნა არაერთი ნაშრომი, ამათგან ერთ-ერთი იყო 1858 წელს გამოშვებული წიგნი, რომელსაც უწოდეს ღვთისმშობლის ფსიქოლოგიური საკითხები, რომელიც გამოიშვებოდა სახელმძღვანელო და სემინარიებში ისწავლებოდა. ფართოდაა ასწავლილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებები, რომელიც გამოშვებულია ორ ტომურად, რომელიც ნათარგმნია ქართულ. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოს ქრისტიანობის შესახებ და საქართველოს. გაბრიელმა აღადგინა მრავალი დანგრეული ტაძარი, შემოუდგა ქრისტიანობის განმტკიცებაზე, გაქრისტიანდა 18,000 აფხაზი. აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. გაბრიელ ეპისკოპოსი დაჯილდოვებული იყო წმინდა ალექსანდრე მეველისა და წმინდა ანას ორდენებით. 1995 წელს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ჩვენს დიდ მადლობას გიხდით, ბავშვო, მე მგონი ისეთი რაღაცა მოვიცინეთ, რომ რაც ჩვენს წიგნებში არ იყო და ძალიან საინტერესო იყო, არა? და რაც შეეხება შეკითხვებს, აი შეფასების დროს თუ დაგუშვება, დაიმახსოვრეთ ყველაფერი, რომ დრო არ დავკარგოთ შეკითხვებისთვის და შემდეგ შევეკითხოთ. ეფიმე თაყაიშვილი დაიბადა სოფელ მიხაოვში, აზნაურ თვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი მსახურობდა რუსეთის ჯარს. ეფიმეს დედა ნინო ნიკაშიძის ასული იყო. ეფიმეს კარგა და ლისა და ორი ძმა ნიკო და ვალამი. მეტისმეტად ქურცსა და დაუდეგარ ეფიმეს ბავშვობაში
ბავშვობაში მართლი შემთხვევაა ის იხსენებს, რომ ბავშვობაში იქიდან გადმოვარდნილა და მარჯვენა ფეხი მომიტეხიაო. ამის გამო მთელი სიცოცხლის მანძილზე ფერჯოხით უწევდა სიარული, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უკვე უყვარდა. 11 აიუშვილის დაბადების შემდეგ მალევე გარდაიცვალა მშობლები. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, უფროსი და სიძე და დაქრებებული მამიდა. 11 აიუშვილი სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში. გიმნაზიაში ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და მან ვერცხლის მედლით დაამთავრა ეს გიმნაზია 1893 წელს. 1888 წელს იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ „ივერიაში“. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ბაქრაძე და ექვთიმე ერთად მოგზაურობდნენ და აგროვებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს და აბინავდნენ მუზეუმში. 1898 წელს მან შეისწავლა პარტიის სახარება და მან გამოსცა ახალი ვარიანტი წმინდა ნიკოლოზ ცხოვრებისა და მას ბიუსტი დაუდგეს ზუგდიდში. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ავეფის ყაოსნის ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა ავეფის ყაოსნის 7 ხელნაწერს, რომელთა შორის საყურადღება იყო ზოგი ვარიანტები და ზოგი მხატვრობით. მათ შორის ყველაზე ძველი იყო 1651 წლის, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს ვინმე კორინთიისგან შეუძენია და ასევე მნიშვნელოვანი იყო მეფე გიორგი მეცხრისთვის მის მდივნის მიერ გადაწერილი ავეფის ყაოსანს. 1899 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ეხმარებოდა ილია ჭავჭავაძეს გარდაცვლილი ნიკოლოზ ბარათაშვილის განჯიდან საქართველოში გადმოსვენებაზე და ასევე მალევე ექვთიმე თაყაიშვილმა ილია წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი კრებული. ექვთიმე თაყაიშვილმა ასევე მოაწყო ექსპედიციური ლაშქრობა სამხრეთ საქართველოში. მან პირველი ლაშქრობა მოაწყო 1902 წელს. გამოკვლეული იქნა ახალციხისა და ახალქალაქის მნიშვნელოვანი ძეგლები და გარდა ამისა ატანის და ორდიზის ოლქი. მეორე ლაშქრობა მოეწყო 1907 წელს და გამოკვლეული იქნა ტაო-ლარჯეთში ეძეძის ტაძარი და ექვთიმე თაყაიშვილმა 1907 წელსვე ჩაუყარა საფუძველი საქართველოს საეთნოგრაფიო და საისტორიო საზოგადოებას, რომლის მისიონი იყო საქართველოს ისტორიის უფრო საფუძვლიანად შესწავლა. დიდი ექვთიმე თაყაიშვილის ვაჟის ქალაქის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. მან დიდი მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილთან ერთად ამ უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი დაარსდა 1913 წლის 26 იანვარს და იყო ერთ-ერთი პირველი დოქტორი, ანუ ლექციებს იკვლევდა პირველ და მეორე კურსებზე. ძირითადად ისტორიულ თვალსაზრისით იყო ეს ლექციები, ანუ სიძველეებს, ძეგლების ისტორიებს ასწავლიდა და ასევე ეპიგრაფიკას და ეკლესიების სხვადასხვა ეკლესიის წარმოშობის ისტორიას. მას მიანიჭა უნივერსიტეტის საბჭომ მიანიჭა დოქტორის ხარისხი. ექვთიმე თაყაიშვილი მას შემდეგ, რაც საქართველოს ანექსია მოხდა 1921 წელს, ამ პერიოდში იგი უკვე საფრანგეთში ცხოვრობდა, საფრანგეთში იყო, შემდგომ ძირითადად პარიზში, შემდგომ ნევილში და დრო გამშვებით ოქსფორდში, სადაც იგი განათლებას იღებდა. ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე, ანუ ლონდონში, პარიზში აქვს გატარებული. ძირითადად იქიდან გამომდინარე, რომ მას დაევალა, მას შემდეგ რაც იმდროინდელმა მთავრობამ მოისურვა, რომ ქართული განძი გაეტანა საქართველოს საზღვრებს გარეთ საფრანგეთში და მარსელის ბანკში შეენახა, ექვთიმე თაყაიშვილს დაევალა ამ განძზე პასუხისგება, ასე ვთქვათ, და მეურვედ დაუნიშნეს განძს იგი. და ამ წლის განმავლობაში საფრანგეთში მრავალი შემოთავაზება გაჩნდა იმისა, რომ განძი შეესწირა სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებს, ასევე იყო გამოფენის შემოთავაზებებიც, მაგრამ ამ ყველაფერზე ექვთიმე თაყაიშვილმა განძის დაკარგვის შიშით უარი განაცხადა. იგი უკიდურეს დაჭირებაში უთქვებოდა ამ განძს ყველანაირად და ამ განძის შემადგენლობაში იყო ძალიან ძვირფასი ხატები და ოქრო ვერცხლის მოჭედილი სხვადასხვა ძვირფასი ნაკეთობები. იყო დადიანისეული სამეგრელოს სასახლის განძეულობა, ასევე იყო თბილისის მუზეუმის განძეულობა, ნელასისა და მარტვილის სამონასტრო საგანძურიც ასევე. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს განძს მაშინ დაემუქრა, როდესაც სალომე დადიანობოევსკაია, საქართველოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ქალიშვილმა შეიტანა სარჩელი ექვთიმე თაყაიშვილის და სხვა მეურვეების წინააღმდეგ, სასამართლოში დადიანისეული განძის მოთხოვნა ჰქონდა მას, რომ დადიანისეული განძი დაბრუნებოდა მის შამალს, ანუ სალომეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ დაკმაყოფილდა, რადგან
მას შემდეგ რაც გამოცხადდა იმდროინდელი მთავრობა არ არსებულად გამოცხადდა კვლევების წარმოების შედეგად ექვთიმემ დაამტკიცა რომ ნიკოლოზ დანიელს ჩამოერთვა ყველა უძრავი და მოძრავი ქონება იმ პერიოდსაც რაც გააჩნდა და გადავიდა ეს ყველაფერი სახელმწიფო ხელისუფლების საკუთრებაში და აქედან გამომდინარე მას არ ჰქონდა არანაირი უფლება რომ განძზე პრეტენზია ჰქონოდა. განძი 1945 წელს ჩამოიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე და დააბრუნეს ექვთიმე თაყაიშვილის მთავრობით და ამ პერიოდში იგი დაბრუნდა საქართველოში და 1995 წელს იგი აღძლებდა აქტიურ მოღვაწეობას ამ თვალსაზრისით რასაც ამაზე მეტყველებს რომ ნუმიზმატთა საზოგადოების წევრიც კი გახდა საფრანგეთში და 1995 წელს გარდაიცვალა უკიდურეს გაჭირვებაში დღესდღეობით დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე და მის დასაფლავებას დაესწრო მხოლოდ და მხოლოდ 40-ოდე ადამიანი. ამჟამად იგი გადაშენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდა პალატაში. 1995 წელს რეჟისორმა რუსეთ აბაკაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი. გავლენის ორი წლის ჩუმეტაკების საქართველოს საკუთრების მიღება შეეცდა წმინდა ღვთისკაცი უწოდეს. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილაში თბილისში აშხების ქუსის შენობაში. ეს არის ჩვენი კვლევა, რაც ჩვენ ამოწევთ და მადლობას მოგესალმებით ყველას. მადლობა. ვერსაფის იაკობ მასუტაშვილის სახელი არ არის ცნობილი. ამისათვის გადავწყვეტეთ მოგვეძიებინა მასზე ინფორმაცია და ეს ინფორმაცია თქვენთვის გაგვეცნო. ბიოგრაფიის წარმოგიდგენთ თიხო ფერაძე. იაკობ მასუტაშვილს დაიბადა 1955 წელს ქალაქ თბილისში. იყო ქართველი ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დაჟინებით აკითხებდნენ ჰომეროსის განთქმულ ილიადას და ოდისეას. მას მთელი ნაწყვეტების ეპიგრაფს ცოდნოდა. იაკობიც ღამეს ათენებდა თვალებს, იწყენებდა და ნელიხმოდ იზეპირებდა ჰომეროსის განთქმულ ილიადას. იგი საკმაოდ მეჩვიდე მასწავლე გახდა. ბავშვობაში მევიდებოდა მაგიდას. ხან ხმას ხან ამაყობდა, ხან დაადაბლებდა. მერე თვალებს დახვეწოდა და ღამის უჩვენოში გაიცნობდა მისი გოგონი, რომელიც იზეპირებდა ილიადას ან სხვა ფილმებს. ასევე გაიცნობდა ტანჯვის მიზანი იყო, რომ ბავშვებიც გემოვნებად მცენიერებას გაეღებინებინა. ამიტომ ასწავლიდნენ ილიადას და ოდისეას. იაკობ მასუტაშვილი სწავლის დღეს მოიხსენიებს ტანჯვის წლებად. სასწავლებელში ტანჯვა და მწუხარება ბევრი მინახავს, ხოლო სასიხარულო არაფერი. გამომშვიდობის დროს მეც ვერაფერს ვიტყვი. განვედი ჩემგან ტანჯვალი ქვა მომიგდია შენთვის. შენი მალე დავარდნა. წასვლა და აღარ მოსვლა. ასე მოიხსენიებს თავის მოგონებებში იაკობ მასუტაშვილი. თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ უნდა შეესწავლა ბუნებისმეტყველება. ამისათვის პეტერბურგი აირჩია, რომელიც იმ დროს ახალი მოძრაობის დედაბუდე გახდა. თანაც პეტერბურგი განთქმული იყო თავისი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტით, სადაც საუკეთესო პროფესორები ასწავლდნენ. სანამ სამგზავრო წავიდა, მამამისმა მომანტორის მონასტერში წაიყვანა სამოსავლოდ. დიდი საათი იქნებოდა, როცა პეტერბურგისკენ მიმავალი ომნიბუსი დაიძრა. ერთი კვირის შემდეგ იაკობი პეტერბურგში ჩავიდა. უნივერსიტეტში ლექციებს მენდელეევი უკითხავდათ. აუდიტორია, სადაც ქიმიის ლექციები იკითხებოდა, 400 სტუდენტს იდევდა. იაკობ მასუტაშვილი 1886-1890 წლებში ხდება გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი და ილიას თანამოაზრე. იგი წერდა კრიტიკულ წერილებს და პატარა მოთხრობებს. იგი იყო ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შექმნილია 1974 წლის 22 იანვარს. იაკობის ფონდი 27 საარქივო საქმეს შეიცავს, სადაც გამოცემულია ცნობილი ადამიანების ბიოგრაფია, იმდროინდელი საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი მასალა და შემოქმედებითი მასალა. იაკობი გარდაიცვალა 1939 წელს. და იმედია მოგაწოდეთ საკმარისი ინფორმაცია იაკობ მასუტაშვილის შესახებ და ჩვენი ჯგუფის წევრები არიან მე ანა ნოანელიაშვილი, ნიკა დიქოშვილი, თიკო ფერაძე, გულიკო გოგიჩაშვილი და თორნიკე პავლაშვილი. მადლობა ყველას. აქედან გეხმარება.
ინფორმაცია და მინდოდა მოგვეკვლია რევას აბუკაშვილზე უფრო მეტი ინტერნეტში მწირი ინფორმაციის გამო ჩვენ ბიბლიოთეკაში დავუღალავთ შრომით მოვიძიეთ ინფორმაცია და გაგაცნობთ ამას. რევას რეზო შალვას ზეთა აბუკაშვილი ქართველი მწერალი დრამატურგი მრავალი ლიბრეტოების ავტორი აგრეთვე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი. დაიბადა 1927 წლის 2 აგვისტოს 1959 წელს მან დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. მისი ლექსები და თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან. რეზო აბუკაშვილი აგრეთვე გახდა ლიბრეტოების ავტორი. მან ქართველ ერს დაუწერა მინდია და ქაჯანა. მანვე თარგმნა უილიამ შექსპირის 100 სონეტა 1968 წელს, ხოლო 1979 წელს უშუალოდ გამოიცა ლიბრეტოების კრებული. რევას აბუკაშვილმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის წარმატებით დაამთავრა. დაბრუნდა თბილისში და მედიან ჯაფარიძე ცოლად შეირთო. ეს იყო არაჩვეულებრივად ლამაზი და მოხდენი წყვილი. ერთ სფეროში მუშაობდა, ინტერესით საერთო ჰქონდა და ძალიან ძალებადები იყო. რეზო ბავშვობიდან წერდა ლექსებს. მან თავის ცოლს, როგორც მოგეხსენებათ, მედიან ჯაფარიძეს არაერთი ლექსი მიუძღვნა. მას ეკუთვნის მრავალი სცენარი და თარგმანი. სწორედ რეზოს ინიციატივით არის გადაღებული მხატვრული ფილმები წარსული ზაფხული, ჯვარცმული კუნძული და მზეს შემოდგომისა და ასე შემდეგ. სწორედ ამ ბოლოს მოხსენებულ ფილმზე რეზო რიმილით ამბობდა მედიკოს სწორედ ისეთია ცხოვრებაშიც, როგორც მზეს შემოდგომისაშია. სადაც კი გამოჩნდებოდნენ ყოველას ყურადღებას იპოვდნენ, ისინი ძალიან ლამაზი წყვილი იყვნენ. მათი მეგობარი ჯაბა იოსელიანი და შვილის ლაშას ნათლია იხსენებდა რიმილით. მოსკოვში ვიყავი, ჯერ კიდევ არ ვიცნობდი რეზოს და მედიკოს. ჩემს მეგობრებთან ერთად რესტორანში ვიჯექი, ხალხი ილხენდა, უხენა ზენიტში იყო და უცებ დაბრუნდა მუსიკა. ხალხი შემოსასვლელს მიეცხედა, მეც იქით გავიხედე, სადაც ხალხის წერა იყო მიმართული და დავინახე კარებში დგას ულამაზი წყვილი, რომელიც თავიანთი ლამაზი თვალებით ეძებდნენ თავისუფალ ადგილს. მათ მოწიწებით შეუყვანეს მოუთხაში მქარვარდიან მაგისკენ გზა და სანამ არ დასწრდნენ, სანამ მუსიკა არ აჟღერდა, ხალხი მათ ხალხებს ეკავა. დიდია რეზო აბუკაშვილის დამსახურება ემიგრანტთა ცხოვრებაში, მომავალში კვლევის საქმეში. მას უშუალოდ მიეძღვნა ფილმი „ყვალი ნათელი“. ჯერ კიდევ 1978 წელს მიხეილ ჯავახიშვილის საფლავის კვლევაში მან იტალიაში მიაკვლია. მას უშუალო როლი გადმოასვენა საქართველოში 1985 წელს საქართველოს მეტროპოლიტენში, რომელიც ეკუთვნოდა თავყავიშვილის შესახებ არის და განძის თავგადასავლით. რეზო აბუკაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მსოფლიოს სხვადასხვა წიგნ საცავები, არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალები. მათ შორისაა თურქულ ტერიტორიაზე არსებულ ქართული ძეგლების მიერ გადაღებული ფოტომასალები. ასევე გადაღებულია აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესი, ფოტოების ნეგატივები და ასე შემდეგ. მამამ პარიზში ერთ ადგილს მიაგნო ხიდთან, სადაც კომუნისტები იყვნენ. მათ ძველი ლუცნური დამწერლობა ათიოპური ეგონათ. აქედან გამომდინარე მათგან კაპიტებში შეიძინა ისეთი ხელნაწერები, რომლებიც სინამდვილეში ათასობრივი იყვნენ. მათ ძველი ლუცნური დამწერლობა ათიოპური ეგონათ. აქედან გამომდინარე მათგან
კაპიტებში შეიძინა ისეთი ხელნაწერები, რომლებიც სინამდვილეში ათასობით თვით და რომელიც თქვენი ერისთვის შეუძლებელია. იხსენებს რეზა თაბუკაშვილის ვაჟი, მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი. რეზა თაბუკაშვილის გარჯით უბრუნდებოდა ქვეყანას თითქმის დაკარგული უნიკალური ნივთები. მის მიერ მოძიებული ისტორიული საგანძური თბილისის მუზეუმებსა და ხელნაწერთა ინსტიტუტებში ინახება. რეზა თაბუკაშვილი გარდაიცვალა 1990 წლის 5 აგვისტოს დაკრძალულია დიდუბის ფანქრებში. თაბუკაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები და დავიწყო გადაღებული 1970 წელი, ქართული 1976 წელი, ქართველები ნიდერლანდებში 1976 წელი, საქართველოს მოჭიშვილის პროცესი 1986 წელი, ზღვის ნაშრომი 1990 წელი, ორაგოლის ვედი 1996 წელი. მსახიობი ქართული მაძიებლები 1972 წელს, ბესამე 1989 წელს, რეჟისორი ახვლედიანი 1978 წელს იტალიაში მიაყრია მიხეილ თამარაშვილის საფლავს. მის სახეს ეკუთვნის მიხეილ თამარაშვილის სათავის საქართველოში გადმოსვლება. ამავე წლის ფილმი ეძღვნება რევაზ თაბუკაშვილის კვალი ნათლი. ჩვენც ჩვენს მიერ შესწავლილი ინფორმაცია ძალიან წირი იყო, ამიტომ ჩვენ შევატარეთ კვლევა და მოვიძიეთ ბიოგრაფიული ცნობები ოჯახზე, ლიტერატურული მოღვაწეობა და ბოლოს წარმოვიდგენთ ფოტო გალერეას. დავიწყოთ ბიოგრაფიული ცნობები. გიორგი შაპრაშვილი დაიბადა 1900 წლის 15 აპრილს ქალაქ თბილისში. მამა ივანე შაპრაშვილი სათავადაზნაურო საკრებულოში ბიბლიოთეკარ არქივარიუსი იყო. დედა თამარი გიორგის ასული, გოგი ბედაშვილი კი გენეტიკურად ენათესავებოდა გიორგის სააკაძეს. გიორგი შაპრაშვილის შემოქმედებებში მთავარ როლს თამაშობდნენ ხშირად მისი მშობლები. გიორგი ხშირად იხსენებდა ბედიასთან ყავასთან კასპის რაიონის სოფელ თავლადაში, რომლებიც მუდმივად იქ ცხოვრობდნენ. გიორგის ბავშვობის საუკეთესო მოგონებების სწორად აქ იწყება. ჭერმისფერი კრამიტით გადახურული შაპრაშვილების ძველი სახლი იდგა მდინარეების კალთაურას და გულდანურას შესართავთან. გიორგი აქ ისმენდა დარბაისურ ქართულს, აქედან შეჰყურებდა კატაურასა და ძლევის ქედს, რომელიც ხანძრით იყო გაჭაკანებული ხანტი და თოვლით. გიორგის ძალიან უყვარდა მზის და თოვლის ყურება. გიორგი შაპრაშვილის ოფისიდან სასწავლებლად თბილისში წავიდა, რომელიც გააცელა თავის ხმა ბიძამ სამთო ფერიძემ. მას მამაფრინესაც უწოდებდნენ, რადგან მას უყვარდა ხარად მუსიკალური ჩაწერა და მათი ხმარება. ივანე და თამარ შაჭრიძეებს ოთხი შვილი ჰყავდათ: ნატალია, გიორგი, ლევანი და შოთა. ლევანი თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი გახდა. შოთა მიჟინობა აირჩია, გიორგი კი მწერლობა. გიორგი ბავშვობიდან თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში სწავლობდა. საერთოდ სწავლა 1928 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა შემდეგ ის ისტორიამ გაიტაცა და უნივერსიტეტი 1929 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაასრულა. გიორგი შაპრაშვილმა მოწამეობაშივე გამოამჟღავნა თავისი პოეტური ნიჭი და დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი დაიჭრა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში“, რომლის რედაქტორი შოთა ძიძიგური იყო. გიორგი შაპრაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. მისი ლექსების პირველი კრებული გამოფრინდა 1932 წელს. ახალგაზრდა მწერალი აქტიურად ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში. სწავლობაშივე ბედისა და დრამატურგიაში დაწერა პირისა თუშმანთან. 1933 წელს გიორგი შაპრაშვილმა დაწერა ლექსი „სახელად წერილი ახალგაზრდობაც“, რომელიც პიესა თუშმანთან ერთად გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი. იგი გადაასახეს შუა აზიაში.
1936 წელს იგი გაათავისუფლეს და მას ჩამოერთვა უფლება თბილისის ცხოვრებისა და თავისი მოთხრობისა და პიესების გამოქვეყნების უფლება. გადასახლებიდან დაბრუნებული გიორგი შატბერაშვილი განმგზავრა კასპიის რაიონში, 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა კავთისხევში, სოფლებში, თემოჭალაში, კავთისხევში და რუსეთში ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურას, რუსულ ენასა და ისტორიას, ეცნობდა სოფლის მოსახლეობას, აგროვებდა მასალებს თავისი მოთხრობისა და პიესებისათვის. დედაქალაქს მოცილებული მწერალი მშობლიურ ლიტერატურას ლისმად უზიარებდა მოწაფეებს. 1938 წელს გიორგი შატბერაშვილმა იქორწინა ანთელა კეშელაშვილზე, რომელთანაც შეეძინა ხალვაჟი მზიადა ზებედე. ზებედე დღესდღეობით არქეოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს მეცნიერ თანამშრომელი. ზიანს კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1952 წელს სასჯელის მოხდისშივე გიორგი შატბერაშვილმა უფლება მიიღო დაბრუნებული იყო თბილისში და ისევ გააგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა. დიდი ერუდაციისა და გაქანების მწერალი, ვერ ედეოდა ლიტერატურულ ტექსტს რომელიმე ჟანრში ჩართულში დაკვირვებული და გამდგარ თვალესწორ ხატავს. ბევრი რამ ჰქონდა საქმე და ამიტომ ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში ცდიდა კალამს. მის სამუშაო მაგიდაზე მხარ იქნებოდა ლექსები, პოემები, მოთხრობები, პიესები. იგი ამავე დროს თარგმნიდა უცხოური ენებიდან ქართულ ენაზე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს. გიორგი შატბერაშვილი, როგორც აღნიშნეთ, 1930 წლის 14 აპრილს დაიბადა. იგი დაბადების დღეს სოფელ პავლოვაში აღნიშნავდა ხოლმე ვიწრო წრეში. ამ დაბადების დღეებიდან კი ერთი კარგად ახსოვს. იმ გამორჩეულ გასაჩვეულებული ყოველგვარი ხმაურის გარეშე დაუვამებდა. ამიტიც ნამდვილი მარტის მსგავსი იყო. ცივი და წვიმიანი, კაიხნით ჩაძნებულმა კარზე ჯახუნი გაიჩინა. ამ შუაგამისას დაგვიანებულ სტუმარს არ ელოდა, ამიტომ ლუსიამ ვამბის მოუძნით გააღვო კარი და ხელში სრულიად თლად ტალაში ამოსული კონსტანტინე გამსახურდია შეერთა. დაგვიანებულ სტუმარს შინ შეუძღვა და როდესაც საბოლოოდ გააჩნდა, რომ მის წინ მისი უფროსი მეგობარი იდგა, უთხრა: ბატონო კონსტანტინე, ამ შუაღამისას ასეთ ამინში ჩემთან რამ ჩამოგიყვანაო, რაზეც სტუმრისგან ასეთი პასუხი მიიღო. კონსტანტინემ იცის ვის სანახავადაც კრისით ორი ნაბიჯით სამარა გადადგას და ვის სანახავადაც არანაირ დროსა და ამინს არ უნდა შეუშინდესო. ამაზე უკეთეს საკითხს ალბათ მიგდარი იმდროს ვერ მიიღო. და ბოლოს დავამატეთ იმ ფაქტს, რომ გამოიცა გიორგი შატბერაშვილის შესახებ რომელშიც აღწერილია მისი მოთხრობები, ნაწარმოებები და ასევე რამდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან. ფოტოგრაფია და ბოლოს პრეზენტაციის დასასრულს მეგობრებს მოგვითხრობ წევრებს, რომელიც ძალიან დამაყარეს პრეზენტაციას გაგეთებაში და მადლობა ყველამაზე გააკეთეთ პრეზენტაცია. ინფორმაცია იყო ამ ადამიანის შესახებ თქვენს წიგნებში, რაც დავამუშავდა. პირადად მე ძალიანობით ვქავდი, მაგრამ ეს ჩემი ამავდროულად შეფასება იყო და ეხლა გამსაუბროს შეფასებას ვეუბნები. თქვენ დარიგებული და რუბრიკების სპეციალური მუშაობის და ეხლა პირველი ჯგუფი აღიეს ჩვენ და ყურადღებით ყოფილიყავით და როგორ შეაფასებთ მეორე ჯგუფის მუშაობას. თუ რაღაცა შეკითხვები დაგემარდება, შეკითხვებთან შეგვიძლია მინდა მადლობა მომეცემო ამ პროექტის რაც მას წარმოადგენს და იცავენ მართალია რამდენიმე წუთით ან წამით შეიძლება გადაცდნენ, მაგრამ ეს რამ იყოს ამ ინფორმაცია ძალიან დიდი იყო და ამიტომ ვუწევ მაინც ერთ ფულას რადგან კარგი იცავენ პირობის შინაარსობრივ მოთხოვნას.
ამაში ერთგულად ვუწერთ, რადგან იცავდნენ კომუნიკაციური უნარჩვევები, ანუ ყველა ცდილობდნენ, რომ კომუნიკაბილურები ყოფილიყვნენ და ამაშიც ვუწერთ ერთგულად. ენობრივი უნარჩვევები ლაპარაკობდნენ ჩვეულებრივად, გამართულად, გრამატიკულად კარგად, დავუწერთ ორქულას, გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის უნარი, შეუძლიათ თანამშრომლობა. ანუ თანამშრომლობენ, აგრეთვე ჩანდა, რომ ჯგუფურად იმუშავეს, ამიტომ ვუწერთ ამაშიც ორქულას. გაკვეთილზე ჩართულობა, როგორც შეძლოთ, ისე იყვნენ ჩართულები, ანუ ამაშიც ერთი ქულა. ისთვის ეფექტური გამოყენება, ერთი ქულა და მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა იყო, ამიტომ ვუწერთ 10 ქულას. და ქულათა მაქსიმალური რაოდენობა გამოგვივიდა 100-იანი და კითხვები გამიხარდა გაგიჩნდა. არა, კითხვები არ გამჩნია, იმიტომ რომ ამოწურებდა. დიახ, ყველაფერს უპასუხეს ამ ხოთი შეთანხმებია, ხო? დიდი მადლობა. აბა მეორე ჯგუფი ამასაც მესამეს, ხო? შევახსენებთ რა, მესამე ჯგუფს რა წარმოადგენს, რომელი დიდი ქართველი წარმოადგენს შევახსენებთ. იცავთ დროის ლიმიტს, მათ თავიდან ექონათ განსაზღვრული, რომ დროის ლიმიტში შედებენ თავიანთი თემიდან გამომდინარე, ჩარჯდნენ აქედან გამომდინარე ერთი ქულა. პირობის შინაარსობრივ მოთხოვებს არ იცავდნენ, საკმაოდ დამოწურავი ინფორმაცია იყო მოძიებული ამ ადამიანზე. გასაგებად პასუხობდნენ, ენობრივი უნარჩვევები იყენებდნენ მართებულ ენობრივ გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციას. ძალიან გამართულად ლაპარაკობდნენ და ასე ვთქვათ, მიუხედავად დაძაბულობისა არ ეგნებოდათ ენა. ჯგუფში თანამშრომლობა, გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის უნარი, შეუძლიათ თანამშრომლობა. ყველას თავისი კუთხით ტექსტი ჰქონდა მიცემული და ჩემი აზრით თავიანთი დავალება ძალიან კარგად შეასრულეს და აქედან გამომდინარე აქაც ორქულას ვუწერ. გაკვეთილზე ჩართულობითაც მე მგონი კანონად ჩაერთნენ ერთი ქულა. ისთვის ეფექტურად გამოყენება ერთი ქულა და მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობაც იყო აბსოლუტურად სწორი. იქიდან გამომდინარე ძალიან კარგი ინფორმაცია იყო. ბევრი რამ ჩვენ არ ვიცოდით ამ ადამიანზე, რაც ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს მესამე ჯგუფის წევრებმა და მე დავწერდი 10 ქულა. აბა შემდეგი. თქვენ გისაფასებთ? ჩვენ ვაფასებთ თორნიკეს ჯგუფს, რომელსაც ჰქონდათ ველას თამუკაშვილი. ანუ იცავენ დროს დიახ, ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ მასთან. დროში ჩაიყვნენ, შეიძლება რაღაც ხუთი წელი გადასტან, მაგრამ მაინც კარგი იყო. იცავენ პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, დაცული იყო ყველაფერი შესრულებული იყო და ერთგვარად უწევთ. გასაგებად პასუხობდნენ, იყვნენ კომუნიკაბილურები, ამაშიც ვუწევთ ერთგულას. იყენებდნენ მართებულ ენობრივ გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ სტრუქტურებს. ამაშიც ორქულას ვუწევთ, რადგან ცდილობდნენ, რომ ყველაფერი გასაგებად ვთქვათ ჩვენთვის და არ შეშლოდათ. გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის უნარი, შეუძლიათ თანამშრომლობა. ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზენტაცია მთელმეტ წარმოადგენდა, რაც ერთ-ერთი იმის ნიშანია, რომ ყველაფერი მუშაობა პრეზენტაციაზე. ამიტომაც დავუწერთ ორქულას. გაკვეთილზე ჩართულობა, როგორც შეეცადნენ ჩაერთნენ და ამიტომაც ვუწევთ ერთგულას. ისთვის ეფექტურად გამოყენება ერთი ქულა. მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა. ამაშიც ვუწევთ ერთგულას, რადგან რასაც ციკლში დავალება გთხოვდა ყველაფერი ისე პირობის თანახმად იყო გადმოცემული. ამისათვის ქულათა მაქსიმალური რაოდენობა ვუწევთ ჩვენ 1000-ს. მაგრამ ჩვენ ჯგუფი ეგრეთ განაცხადებთ. შემდეგ თქვენ გისაფასებთ გიორგი შეთქვევა. ანუ რომელი ჯგუფია? მე ვისაფასებ გიორგი შეთქვევა. ბოლო რაც მოვისმინეთ. ჩვენ ვიჟელებ და შეფასებთ პირობასთან შესაბამისობა იცავენ დროის ლიმიტს, მეტნაკლებად იცავენ დროის ლიმიტს და ამჟამად ერთგულას იყო რაღაცა გადაცდენები, როგორც ყველა ჯგუფს. იცავენ პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს, ეს რა თქმა უნდა ყველა იცავდა. ან ვუწევთ ჩვენ ერთგულად კომუნიკაციური უნარჩვევები, გასაგებად პასუხობდნენ თემას, ამას ერთგულად დავუწევთ. ენობრივი უნარჩვევები იყენებდნენ მართებულ ენობრივ გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს, ამას ჩვენ დავუწევთ ორქულას. გადანაწილებული ჰქონდათ ჯგუფს
ჯგუფს და იყო თანამშრომლობა, ამაში წორთულად დავუჭერთ. ის ეფექტურად გამოყენება სლაიდშოუ კარგი ჰქონდა გაკეთებული, ამაში ერთგულად დავუჭერთ. მოძებნული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა ამაში ჩვენ ერთგულად დავუჭერთ და საბოლოოდ ჩვენ გუნდ არტის ვთქვით. შემდეგ მეხუთეა ახასებს პირველს. Პირველობაში ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო, რაც იქში არ იყო სრულად გადმოგვცეს და ეს ხუთი შვილიო გარდაეცვალა, მე არ ვიცოდი. ძალიან დამიცადე. პირობასთან შესაბამისობა, იცავენ დროის ლიმიტს. ჩემი აზრით, დროის ლიმიტში ქულა არავის არ უნდა დააკვირდეს, იმიტომ რომ ინფორმაცია იმდენად ბევრი იყო, რომ წარმოჩენისთვის ბევრი დრო გვჭირდებოდა, ამიტომ დავუძეთ ერთ ქულას. იცავენ პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს, ნამდვილად ის იყო გადმოცემული, რაზეც უნდა ყოფილიყო საუბარი, კომუნიკაციური უნარჩვევები. თელმა ჯგუფმა წარმოაჩინა თავი კარგად, ანუ დავუძეთ ერთ ქულას, ენობრივი უნარჩვევები იყენებდნენ მართობრივ ენობრივ გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს. დავუძეთ ორ ქულას, ჯგუფში თანამშრომლობა. გადანაწილებული აქვს მოვალეობები, აქვს ერთმანეთის მოსმენის უნარი, შეუძლია თანამშრომლობა. და იმასაც გავაკეთებდი აქცენტს, რომ თითოეულმა ჯგუფის წევრმა მიიღო მონაწილეობა და ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ თელმა ჯგუფმა იმუშავა. გაკვეთილთა ჩართულობა, ისეთის ეფექტური გამოყენება, ნამდვილად კარგი სლაიდშოუ ჰქონდა გაფორმებული გავლობით, ასევე მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა და მეთანხმებით, რომ სრულად ეს ჯგუფი უნდა შეფასდეს არტიკულით. ნამდვილად დავგზავნით, მე ვიხარი თავიდანვე რომ უნდა იყოს ძალიან ობიექტურად შეფასებული, მაგრამ პირველად მოვისმინე თქვენი მოძიებული მასალა და იმდენი ინფორმაცია მეკონი, მართლა კარგად მიმუშავებია ბავშვებო, რომ მე მეტება თქვენთვის რაც დაგიწერეს ბავშვებმა. მხოლოდ საშინაო დავალება უნდა ჩაიწეროთ და მოიტანოთ ყოველთვის. შეიძლება იყოს ღირსეული და რატო მოსაზრება თქვენი მოსაზრება გააფიქსირეთ ბავშვებო დავალებაში მის შეიძლება იყოს ეს ძალიან ხუთ ღირსეულ ადამიანზე, რადგან ხუთი ჯგუფი იყო, ხუთ ღირსეულ ადამიანზე ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი რამე მოვიძიეთ, მართლაც ინტერნეტი არ იყო ამ იმას, იმიტომ რომ უფრო მწირი რაღაც ისინი იყო და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ბიბლიოთეკაშიც იყავით და საკმაოდ სერიოზული ნაშრომი შემოგთავაზეთ. ძალიან მომეწონა აი ისიც მუშაობა. მე პირველად მომისმინე ასეთი პრეზენტაციები, რომ ხმები ქონდა გადებული იქ გალობის ხმა იყო, რაღაც მუსიკის ხმა იყო და ესეთი პრეზენტაციას მე პირველად ვნახე თქვენს კლასში. თორე რამდენად ჯერ გაქვთ თქვენ გაკეთებული და ვიცი, რომ რაღაც ენა შეგეშლებოდა და თქვენაც წარმოაჩენთ ყველაფერს. დიდი მადლობა ზიან მასწავლებელს და დიდი მადლობა თქვენ მაგით საინტერესო დიდი მადლობა ყველას, რომ ასეთი აქტიური ბავშვებთან და ასეთი საინტერესო მასალები წარმოგიდგენთ ყველი წარსული. მართლაც საინტერესო მასალა ჰქონდათ მოძიებული და მთავარი კიდევ არ გამოჩნდა კიდევ თქვენი გზადყოფნა იმისათვის, რომ ერთი მასალის ინფორმაციის მოძიება შეძლებთ ინფორმაციის გადაჭრა და ხარისხება, აი ამ ყველაფრის ორგანიზება უკვე და რა თქმა უნდა მე ჯგუფში გადანაწილება. ეს გამოჩნდა უკვე თქვენი ურთიერთპატივისცემა ერთმანეთის მიმართ თანამშრომლობა ძალიან კარგია.
წარმატებების მომავალში გაგრძელებინა და უფრო მეტად გაგრძელებინა და საქმიანობა ძალიან გამოყენებულია მასალა. ის როგორც შეფასო თვითონ ჯგუფებმა ერთმანეთი ნამდვილად დაიმსახურეს ამ პრობლემის შეფასება, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ის იყო ყველა კრებულობდა მონაწილეობას, რომ არ იყო არც ერთი მოსწავლე, სადაც არის ეს ჯგუფი განდარჩენილი და წარმატებების მე მოგხარი თუ მინდა ერთმა აღნიშნეს რომ ისედაც იწერებოდა იქ ვინ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მართლა ბავშვი არ გამიტოვეს რომ მართლა არ მიწოდი რომ და გაეკეთებინა თვითონ პირველად ნახე და იმედი მქონდა რომ კარგად გაახსენე თქვენაც მეტყოლით ეს ჩვენი ნაციებებია ეს ამასალებით და გაგაცნოთ ამ რო შევაწდენ ყველას ოფისალებით საერთოდ ეგეთი ვქიო პროგრამას მეძახია ყველა ძალიან მომეწონა კლასი ძალიან მომეწონა როგორც აღნიშნეთ პროგრამატორმალია არცერთ მოსწავლე არ იყო დავალების გარეშე გაჩენილი ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მომეწონა წარმოგებული მასალაც რა თქმა უნდა ეს ამორჩეული პიროვნებები ეს კარგი ქართველები ძირითადად ამოარჩიეთ და ესეც ძალიან მომეწონა რომ ნამდვილად ეს მედიცინური ადამიანები არიან და ნამდვილად დიდი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში შეტანილი ასე შეგვიძლია ასე ძალიან ყოფილი პირველი სტაბილიზება ძალიან კარგია მადლობა პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ ის ნაწარმოები რომელიც წიგნში იყო ეს მეცხრე კლასელები არიან მეც მაქვს იმ ნაწარმოებს წავიდნენ ეს არის საუკუნის საბზალი და აქ მოძიებული მასალებიდან ანუ გაბრიელ ეპისკოპოსი იქ მცირე ნაწილი იყო გაკვეთილში არის და მისი თვალებია აღწერილი ალბათ ის ხუთიშვილის დაკარგვა ალბათ ის განსაკუთრებულობა ამ ადამიანისა მის თვალებში ამიტომ ჩანს იმ ნაწარმოებში მასვეტაშვილზე მე ნაკლებ ინფორმაცია მქონდა ამ გაკვეთილიდან ვიცოდი თაბუკაშვილი ჩემთვის ძალიან ცნობილია იმიტომ რომ კინოვისაც უყვარს და ვისაც უყვარს ხელოვნება მისთვის თაბუკაშვილი საკმაოდ დიდი ფიგურა მე ძალიან მომეწონა ყველაზე მეტად რაც მომეწონა იყო ის რომ ყველა ბავშვი ჩართული ასეთ გაკვეთილში მე ვფიქრობ რომ ძალიან ნიშნულოვანია მათ ჩართულობა საბოლოოდ ძალიან დიდ შედეგს იძლევა ის რომ ეს 55 წუთი ისე გავიდა რომ გაკვეთილს საერთოდ არ გავდა ეს არის ალბათ ძირითადი მიზეზი იმისა, რომ თქვენ სულ ყველანი აქტიურობდით. აქ წერია, რომ პასიური ბავშვები როგორ ღებულობენ მონაწილეობას. ვერცერთი ბავშვი ვერ დავინახე პასიური და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მე თაობა მოდიხართ და ასე შეგიძლიათ, რომ ღირსება ადამიანისა ამოიცნოთ და შეაფასოთ. ეს ჩემი თვალთახედვით ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი რასაც თქვათ ვიტყვი იმას, რომ მცირე ენობრივი შეცდომები საუბრის დროს იკვეთებოდა და ამას წერილობით რომ გაასწორებს მასწავლებელი აუცილებლად დააფიქსირებს ან შეიძლება მეტყველების დროს იყო რაღაცა მცირე ხარბეზები მაგრამ ეს ბუნებრივია ახლა მე-9 კლასში თქვა შეგიშალოთ მე ალბათ ვერც პოიტამ შეცდომ მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი იყო ასეთი აქტიურობა ასეთი მომზადება და რა ვიცი ძალიან მოყოლებული ვარ და მე ჩემთვის მაგალითად ვიფიქრებდი რომ ყველა გაკვეთილი ასეთ საინტერესო ყოფილიყოს მით უმეტეს კავშირში. ბევრი მასალა ძალიან კარგით. მადლობა